მით ხალბატონებო დღე მეორე 7 მოუკლევენ ცოდვაზე ვლაპარაკობთ ამ კვირის განმავლობაში, როგორც გითხარით გუშინ და დღეს მინდა ვილაპარაკო ანგარებაზე. ანგარება არის მარტივად და გლეხურ ენაზე რო ვთქვა ადამიანებისთვის გასაგონად სიღორე, რაღაც მატერიალური და არა მარტო მატერიალური სტატუსის და რაღაც ძალაუფლების და მსგავსი რაღაცების მოთხოვნილება როცა უჩნდება ადამიანს რა, მაგალითად ნებისმიერი მილიარდელი დედამიწის ზურგზე რა, ანუ მაგათ რაღაც ეტაპზე ანგარება აუცილებლად ერთვებათ და ეს ყველაფერი ეს ცოდვა მათში კარგად იდგამს ფეხს რა, ჩემი პირადი მოსაზრებით. ხო და ანგარებას რაც შეეხება, ანგარების მთავარი მოგეხსენებათ ყველა ცოდვას თავისი მისადაგებული ეშმაკი ყავს, მაგრამ ნუ ეშმაკი როგორც იცით ერთ-ერთი ნაირსახეობა უბრალოდ ეშმაკის ეშმაკი სატანა ლუციფერი ყველა ადამიანის სხვადასხვა ისა ყველა ადამიანი და ყველა ნეგატიური ბლინ ნუ ცალკეულად არსებობენ სხვადასხვა რა ქვია ბოროტი ძალები ხო ლენკა ბოროტი ძალები არიან ერთ-ერთი ბოროტი ძალა არის მამონი და მამონს თუ პატივცემ მაგ შემთხვევაში ანგარებით ხარ დაჯილდოვებული ცუდად არ გამიგოთ ხო ეს ანგარებას რა შეეხება ძველად უფრო უყურებდნენ როგორც ცოდვას ანგარებას და თანამედროვე რეალობაში რატომღაც ჰეგელი საუბრობდა თუ სადაც მახსოვს ჰეგელის და ძალიან ბევრი ფილოსოფოსის საუბრის შემდეგ შუა საუკუნეებშიც ბევრი საუბრობდა ამაზე თუნდაც დანტე და ჯონ ლუის მილერი თუ რაგვარი იყო არ მახსოვს რაზე ხო ის ადამიანები საუბრობდნენ რომ ანგარება იყო ცოდვა მაგრამ რაღაც ეტაპზე როდესაც თანამედროვე ეკონომიკა ბაზარზე შემოვიდა და გამყარდა უფრო და ხო კაპიტალიზმი რა self interest რა როგორ არის ქართულად self interest ანუ პირადი ინტერესად ჩამოაყალიბეს ეს ერთ-ერთი მთავარი ცოდვა რაც როგორც ყოველთვის იმისკენ მიუთითებს ყველაფერს რომ ეს ბოროტი ძალები თუ მართლა რეალური არის ეს ბოროტი ძალები მართავენ დედამიწის უმეტესობას და ცდილობენ რომ ცოდვა შემოგტემონ როგორც ჩვეულებრივი პირადი ინტერესი რა ანუ თანამედროვე რეალობაში ეგრეთ ჩამოყალიბდა რომ ანგარება ცოდვა კი არ არის უბრალოდ გჭირდება რა და შენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც იდეაში ოჯახისთვისაც როდესაც ანგარებით რაღაცებს ჩალიჩობ და ღორდები მატერიალურ შემოსავალზე და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში როგორ უნდა ვთქვა? მაგ შემთხვევაში შენ შეიძლება ფიქრობდე რომ შენი ოჯახისთვის კარგს აკეთებ, მაგრამ სინამდვილეში შენი თავისთვის ან შენი სულისთვის აკეთებ ცუდს, იმის გამო რომ ანგარებას მიყვები რა. რაც ძალიან ცუდი არის. თანამედროვე რეალობაში რა თქმა უნდა ძალიან ხშირია ასეთი ადამიანები, ვინც ანგარებით არიან დაჯილდოებულები. ყოველდღიურობაშიც კი შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეხვდეთ და როგორც გუშინ და ვიდეოში გითხარით, როდესაც ანგარების ცოდვა იკიდებთ ადამიანი და ანგარებით რაღაცებს ფიქრობთ, მაგ შემთხვევაში სხვა ცოდვებიც აუცილებლად გეჩნდებათ თქვენს სხეულში და სულში, იმიტომ რომ თუ ანგარებაზე ხარ დამოკიდებული, მაგ შემთხვევაში შურიც აუცილებლად გაგიჩნდება ვიღაცა შენზე დიდრის მიმართ და გინდა არ გინდა უკვე მინიმუმ 2 ცოდვა გაქვს. მერე იქ კიდე რაღაცას დაამატებ და ეს ჯაჭვური რეაქცია არის, როგორც გუშინ ვსაუბრობთ. არ ფიქრობ შეინგრე. ხო იგრე არის. წესით. ხო, შენ შეიძლება იყო გრიდი, მაგრამ ეგ არ არის რა, მოვაკვდიებელი ცოდვა ქვია, მაგრამ თანამედროვე რეალობაში მართლა ეგრე დაალაგეს დედამიწა, რომ გინდა არ გინდა უნდა იყო, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგები, ჩაიკარგები, შეიძლება მეც გამაჩნდეს ეგ ცოდვა, მაგრამ არ მგონია. არ ვიცი, ზუსტად არ ვარ დაკვირვებული მაგ იმას ჩემს თავში. ალბათ მეც გამაჩნია, რა თქმა უნდა, რა. ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანური ცოდვა არის, რაც კი შეიძლება ადამიანებს გააჩნდეს. აი, ოთო არ არის ნამდვილად გრიდი, ოთო არის უსაყვარლესი ბეტონ წითელი ადამიანი, მოგძანით? ხო, და თანამედროვე სამყაროს გამო, ეს კაპიტალიზმის გამო უწევს რომ რაღაცა ლეობაში იმუშაოს, რომ პროსტა გადარჩეს. თორემ აგრაღლა კიდეა იქ მუშაობაც, ხო? აჰა, გენაცვალე, აი, ნამდვილი ადამიანი. აი, ეს არის უცოდველი ადამიანი. უცოდველი ადამიანი არის, მაგრამ ხვალ, აი, laziness-ზე ვილაპარაკებ და მანდაც ოთოს ჩავრთავ, ხო?
ხო, თოზე ვიხმულეთ. რა თქმა უნდა. მე ძალიან მიხარია ისეთი ადამიანების ნახვა ხოლმე, ვინც ანუ არა, შეიძლება ფული გინდოდეს საკუთარი თავისთვის რა, ანუ მართლა, მაგრამ რაღაცების კეთება არ უნდა გიწევდეს ამ ყველაფრის გასაგებად. ანუ შენ თუ ფული გინდა და დაუშვათ ფიქრობ, რომ შეიძლება ანგარება გქონდეს რა. ანუ თუ გინდა რომ ფული გქონდეს, მაგრამ შენ ამ ყველაფრისთვის შრომობ, ანუ სუფთად შრომობ, ხო, მაგ შემთხვევაში შენ რამდენად გამოდიხარ ანგარებიანი ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ მე ვერ ხვდები რა, ანუ მაგაზე ვიღაც სხვას უნდა ელაპარაკოთ, სავარაუდოდ, მაგრამ მე არ მგონია რა. უბრალოდ არის რაღაცები, რაც აი პროჭილოკია კამანდარო არის რა, ცუდად ჟღერს, მაგრამ არსებობენ ახლა ყველა მიცის რა. ვიღაცას აქვს ფული და მე დავაი, აბა, რა ფართი აქვს, ავითვისოთ და ფიჭებმა ვლოკოთ, რომ რაღაცა კარგად გქონდეს რა, ანუ და პრობლემა რა შეგვიქმნას მატერიალური ცხოვრებაში სამომავლოდ. აი ვინც პროჭილოგია ეგაა დაჯილდოებული ანგარებით და ვინც ეხა ვიღაცა ტიპი ეხა მაგალითად აი სადღაც მუშაობთ ვიღაცა ხართ რა თქვენთვის და თქვენი უფროსი არის ვიღაცა როჟა და იმას აქვს მაყუთი რა ბევრი მაყუთი აქვს რა და შენ თუ გეუბნება რომ მოდი პროჭიმოლოგია და არ ლოგავ მაგ შემთხვევაში ანგარება არ გაქვს მაგრამ თუ ის არ გეუბნება და მაინც არ ლოგავ არც მაგ შემთხვევაში არ გაქვს და ყველაზე ცუდი ხალხი არიან ისინი ვისაც არ ეუბნებიან რომ მოდი ალოკეთო და მაინც ლოკავენ რა მე მგონია რომ ყველაზე ცუდი ხალხი ეგენი არიან ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვუყურებ შეიძლება ვიღაცები სხვანაირად ფიქრობდნენ მაგრამ ჩემი შეხედულება არის ანუ ხო გინახავთ ბევრი ახლა ბავშვობაში მე სამეგობროში ვიღაცას ფული რო ქონდა იმ ადამიანს ყველა კარგად ექცეოდა ხოლმე და ახლა მე არ ვიყავი ეგეთი ადამიანი და ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რომ თავზე არ გაეჯვა იმ ტიპს და მაქსიმალურად ეს ვასტაბილურებდი რა მე ჩემ თავზე ვიღებდი სხვა ცოდვებს რომ იმ ადამიანს თავზე არ გაეჯვა და სულ ეს ვეძახდი ხოლმე რა ხშირად რომ არ დავიწყებოდა რომ აი ჩემ თვალში იმენა დონლოყლე იყო იმიტომ რომ ვიღაცები წაილდნენ რა ხო და რავი ძალიან ადამიანური ცოდვა არის ეგეც მაგრამ ყველა ცოდვა ადამიანები ვართ გუშინაც ვისაუბრე ზუსტად იგივეს ვიტყვი რომ ცოდვა თუ არ დაუშვი ცოდვა თუ არ გაქვს ხო მაშინ ადამიანი არ ხარ ეს ანგელოზი ხარ და თუნდაც მუდლები და ვიღაც ადამიანები ვინც თავის ცხოვრებას სულიერ სამყაროს უკავშირებენ იმათაც აქვთ რაღაც ცოდვები აუცილებლად პირიქით მაგათ უფრო უნდა გქონდეთ ცოდვები იმიტომ რომ თუ ეგ სპირიტუალური სამყარო რეალური არის მე ვფიქრობ რომ არის მაგრამ ვიღაცების ხო შეიძლება არ ვფიქრობენ მაგიტო ვიძახი თუთი თუ ეგ სპირიტუალური სამყარო რეალურია მაგ შემთხვევაში მოძღვარს და მღვდელს უფრო მეტ მომენტში შეიძლება გაუჩნდეს ისეთი ფიქრი რომ ცოდვა ჩაიდინოს ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს რა აი მაგას ვიძახ მე წავს ანგარების შველა არ არსებობს იმიტომ რომ ფულს რო იშოვი ყოველთვის მეტი და მეტი გინდა ეგ მე ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს და ძალიან ბევრი ადამიანთან ერთად მიკეთებია რაღაცები და ვიღაცა ფულს რო შოულობს უფრო მეტი და მეტი უნდება ყოველთვის რა და ეგ სრულად გასაგები არის ან გასაგებია მისაღები შეიძლება არ იყოს მაგრამ გასაგებია და მე ვფიქრობ რომ ადამიანებს რაღაცა ეტაპზე ეს ფულის გროვება აღარ გჭირდებათ და უნდა დახარჯოთ რა უნდა იცხოვროთ რა ბედნიერები უნდა იყოთ და ბედნიერება რაც უფრო მეტი ფული გაქვს მით უფრო მეტი სამიზნე გაქვს აი აქ შუბლზე იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ შენთვის ცუდი რაღაც მოხდეს უნდათ რომ შენ ცუდი რაღაც დაგემართოთ არ ვიცი რატო ალბათ იმიტომ რომ შურთ და საბოლოო ჯამში ისე ლაგდება რომ короче რაც უფრო მეტი ფული გაქვს მით უფრო რთულდება ცხოვრება რა მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მაგრამ ნუ ეხა ფული უნდა გქონდეს ისე არ არის ეხა მაგის გამო უანგაროდ მოკვდე ეგრეც ყველაფერი უანგაროდ აკეთო ეგეც არ ხდება რა просто რავი რა აი ამას წინათ რომელიღაცა აი ბანკების უფროსები მგონია ძალიან ანგარებიანი ხალხი და გეტყვით რატო უფროსები რა მფლობელები ტიპი ვინც შენთვის ჩარჯობს რომ იშოვოს რაღაც $900,000 და შენ იმას ხელფასს უხდი თვეში 2000 ლარს ან 3000 ლარს ეგ არის ყლეობა
$9 მილიონი გაშონა ადამიანმა და შენ სამაგისოდ მხოლოდ $2000 ცოტა. არა ლოგიკური არის და მანდან გამომდინარე ვიღაცის შრომა არ ფასდება და ვიღაცის შრომას რო არ აფასებ თუნდაც სწორად, ეგეც ვფიქრობ, რომ ანგარების ბრალი არის რა. ამ ფულის კუთხით ვიძახი შრომის შეფასებას, თორე სხვა ისეც არაფერს არ ვიძახი. ხო. ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველა ადამიანს შეეძლოს, რომ თავისი უნარები ისე გამოიყენოს, რომ რაღაცა მე კომუნიზმი არის ეგ პროსტა რა, მე რაც ვფიქრობ ახლა, მაგრამ არა კომუნიზმი, არ მომწონს კომუნიზმი მე. პროსტა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს რაღაცა რითიც იცხოვრებს და არავის არ უწევდეს ვიღაცის ის ხელებში ყურება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. როცა არის დედამიწაზე მაგის მარაგი და 15 ადამიანზე არის გადანაწილებული მსოფლიოს 90%-ის ფული, ეგ არასწორია. არა ლოგიკურია. იმიტომ რომ არ ჭირდებათ. რო ჭირდებოდეთ, შეერგოთ ღმერთთან, მაგრამ არ ჭირდებათ. და ფულის გამო ძალიან ბევრი ცუდი რაღაცაც ხდება ეხლა, რა თქმა უნდა. ხალხი კაცს კლავს, ხალხს კლავს, ადამიანებს კლავენ, ერთმანეთს კლავენ, ყველაფერს აკეთებენ. ძმას კლავს ხოლმე ანდერძის გამო და ეხლა. როგორ უნდა ილაპარაკო ეგე? და ყოველთვის დაძმებს შორის და ეგეთ ახლო ურთიერთობებში ყოველთვის ანგარება დგას ხოლმე წეს ჩუაში. და დამეთანხმებით რომ არასწორი არის. იმედია დამეთანხმე, რავი, წეს უნდა დამეთანხმოთ რა, იმიტომ რომ არ მგონია რომ კონკრეტულზე არასწორად ფიქრობთ. ნუ იქნებით ანგარებიანები. გამოვიწეროთ ჩემი არხი, უანგაროთ სრულიად და ღმერთი ხედავს მაგ ყველაფერს. აი, თქვენ რო არხი გამოიწერეთ ჩემი, მაგას დაგიფასებენ იქით. მერე. გაკოცეთ, კარგად იყავით.